electoral law. We are working with your authorities for საარჩევნო კოდექსზე წლებია თქვენს მთავრობასთან ერთად მუშაობთ. არის გარკვეული წინსვლა, თუმცა პრობლემები ბევრია. საარჩევნო კოდექსი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებისთვის ეს არ გმარა. რამდენიმე კვირის წინ ეს უკრაინის არჩევნებზე დადასტურდა. იქაური საარჩევნო კოდექსი არ არის სრულყოფილი, მასაც სჭირდება ცვლილებები, თუმცა არჩევნები სამართლიანად ჩატარდა. ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი საარჩევნო კოდექსი არ უნდა შევცვალოთ. თქვენს წინ გაქვთ ადგილობრივი არჩევნები მაისში, რომელიც სავარაუდოდ არსებული კანონმდებლობის პირობებში ჩატარდება, მაგრამ იმედია, რომ ეს იქნება სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი. საქართველოს მთავრობამ შემდეგი არჩევნებისთვისაც შემოგთავაზა თანამშრომლობა და აპირებს ვენეციის კომისიას საარჩევნო კოდექსში საჭირო ცვლილებების მისეული ხედვა წარუდგინოს განსახილველად. თქვენს ქვეყანას აქვს საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვის რესურსი და მაისის არჩევნებისგან სწორედ ამასველი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რის შესახებაც თქვენს მთავრობასთან გვაქვს საუბარი, შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებაა. ჩვენთვის მიუღებელია ის ცვლილებები, რაც მთავრობამ ამ მიმართულებით განახორციელა, თუმცა იმედი გვაქვს ეს გამოსწორებადია. ამ თემასთან დაკავშირებით ვესაუბრე ხელისუფლების წარმომადგენლებს და მივიღე დაპირება, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება, ამას მარტამდეველით. 2 წლის წინ თბილისში ვიყავი და თავად შევესწარი ერთ-ერთ აქციას. მაშინ თბილისი მარიოტში ვცხოვრობდი და ჩემი ფანჯრიდან კარგად ჩანდა რა ხდებოდა პარლამენტის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიციამ აქციის დასაშრელად გაზი გამოიყენა და ეს ჩემს თავზეც გამოვცადე. ისიც დავინახე, რაც თქვენ უკეთიცით სამართალდამცველები არც ისე დელიკატურად ექცეოდნენ მომიტინგეებს. მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ვიმედოვნებ, ახალი კონსტიტუცია მის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს.